სალამ პაპალამი. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ უნდა ჩვენ დღევანდელი გადმოცემა დავიწყოთ ისეთი სერიოზული ბოხი ადამიანით, როგორც არის პატა ბურჩულაძე და იმ იდიოტობით, რომელიც ბოხმა პატამ თქვა. გაუშვით თუ შეიძლება. ყველა მაიტაცე ეს იდეა. ყველას უნდა რომ ჩავატაროთ სექტემბერში არჩევნები ერთდროულად, ეს ჩატარდება ელექტრონულად, ტელეფონებით ჩავატარებთ ამას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და აყალბების რისკის შანსი არ არის მართლა ტელეფონი. რაც თავია ტელეფონი არ გაჟურნა. ბიჭო, ჩვენ მე მახსოვს წინა ეთერში ვლაპარაკობდით ამ საკითხზე. ეს ვიდეო არ ქონდა. აი ეს ალტერნატიული რეალობა, ეს სიგიჟის ახალი ფორმა, თემურ ალასანიას მოგონილი რომ ევროპული დაუმორჩილებლობა, ალტერნატიული სენატი, პარლამენტი ყველაფერი გქონდეს და ნუ ეს გიჟი რო გამოვიდა და ჩავატაროთ ჩვენ ოსკარებიც, კაცო პაპიც ჩვენ ავირჩიოთ და ყველაფერი, მაგრამ არ მეგონა თუ ამას გაგრძელება მოყვებოდა არ ეთყობა ვიღაცებმა მიწერეს რომ მაგარი იდეა მაგარი ამბავია ერთი ამბავი ამის და ტელეფონის დამოკიდებულების ამბავი მინდა მოყვე უბრალოდ უღმა უჭირავს არა ამის და ტელეფონის დამოკიდებულება ურეკავს ნიკა გვარამია ამერიკაში და თქვენთო Facebook-შიო ნახეთო რები წერიაო შენ ნახეთო რა დაწერესო მე არა ვარო საქართველოსშიო ამერიკაში ვარ ჩამოვალ და ვნახო ანუ ტიპი დარწმუნებულია ალბათ ამას ურეკავდა თავის კოალიციის წევრ კი არა და ხო გაერთიანების წევრებზე ვახომეგრელიშვილზე და იმაზე ხო მირჩის ტიპებზე ხო ამერიკაში მაგალითად ხო Facebook-ს ვერ ნახავს თბილისში აქ ჩაკეტილი თავის კომპიუტერში ეგ მოვლენა ხო საქართველოში მოხდა და ამიტომ უნდა ჩამოვიდეს და ამ კომპიუტერში აქ მარტო Facebook-ი მიხვდი ეგ ერთი ან შეიძლება იმ კომპიუტერიდან ქართულ ამბებს ვერ გითხულობს არა ეგეც არა მე მგონი ზუსტად იცის რომ მარტო აი აქ Facebook-ი და როგორ არის გახსნი არ წამოვიღია გახსნი არის უკვე ანუ აქ ბევრად მნიშვნელოვანი თემა არის რომ პაატა ბურჩულაძეს გონია რომ არჩევნები არის სოციოლოგიური კვლევა იმიტომ სოციოლოგიური შეიძლება შენ დაუკვეთო 2000 კაციანი კვლევა იქ გადაწყვეტ რომ აი 2000 კაცში ამის საშუალო ჯდება ესე და ასე შემდეგ მაგრამ როდის არჩევნებზე არის ისე სხვათა შორის ხო არჩევნებზე როდის არის საუბარი თორცდები მოიცადე ყველაზე ძვირი ვის დაუჯდა არა პატაბურჩულაძეს ლელოს ხაზარაძეს დაუჯდა ყველაზე ძვირი თითო ხმა და ყველაზე აქვე მოვაყოლებთ მაგრამ ვიდეოს თუ შეიძლება პატაბურჩულაძე ფიგურირებს გაუძლოთ ოკუპანტების ენას состоится разговор с замечательным певцом бас Пата Бурчеладзе. И не просто бас, на самом деле наш бас, это русская школа. И об этом мы сегодня с ним поговорим. Хотя национальность у него грузин, и живет он в Берлине. Но, как и все музыканты, он космополит. Пата, я рада вас приветствовать у нас в гостях. Спасибо. Я бы хотела вас действительно спросить о том... проблема. Вы несете в мир русскую школу? Знаете, я известен во всем мире как русский бас. Это я писал и в газетах. Всё, აი ეს მიდოდა. მოდი ჩემი წინარდება რა ხან თვითონ და რა პრობლემა? როგორც მორჟი არა, დღეს იმზვის რუსეთის წევრებს გასაგებია. ვაფშე არა პრობლემა. ჩვენ ყავდა 2018 წელს პრეზიდენტის კანდიდატი მორჟი, რომელიც ამბობდა, რომ მე ვარ რუსული კულტურის ადამიანი და მიუხედავად ამისა, და მან თავი პოინტი ის იყო, რომ ებრძოდა რუსეთს. მაინც ამბობდა, რომ ანუ ეს არის ებრძოდა კანდიდატს რომელიც იყო სალომე ზურაბიშვილი და რომელსაც აბრალებდნენ მაშინ პრორუსულობას. წინადადება მაქვს ხალხო რახან ამას მოусმენთ. რუსული ბანი ასე დავარქვათ რა. რუსული ბანი. რუსული ბანი ხო. ხო, თვითონ ხო ამბობს. თავის თავს თვითონ დაარქვა. მორჩა რუსული ბანი. ირაკ ტაბლიაშვილი არის გენიალური. ან დაავიწყდა მე არ წამიდიხარ გამოტოვა კურსი. კი, ორი დღე ჩააგდო. ორი დღე. გაიქცა ეგრევე, აბა ვნახოთ. პერსონალურად მეც გამიჭირდებოდა მასთან, ღმერთთან, ქრისტესთან, ალაჰთან თუ ბუდასთან, თუ სხვებთან დათანხმება, ასეთი რამ მისგან თუ მათგან რომ გამეგო, მათგან რომ მესმიდა. ხო, გამიჭირდებოდა. იმიტომ რომ რუსეთი სადღაც თავდება და სადღაც იწყება სხვა სახელმწიფო. ღმერთმაც რომ გვითხრას ეს, რომ ასე არ არის, რომ რუსეთი უსაზღროა, მასაც კი მომიტევეთ და არ უნდა დავეთანხმოთ. და რომელიმე სამთავრობო არხს თხოვთ თუ კარტს გააკეთებენ ან რაღაც ამ ვიდეოს ამოიღებენ წარწერით ტაბლიაშვილი ღმერთს არ ეთანხმება სრული ციტატა გამოვაქვეყნო ღმერთმა ციტატა შეიძლება ბიჭო ეს არის პრომეთეს არა და აქ ხო თან იმას ამბობს ღმერთთანაც კი გამიჟდება ალაჰთან თუ ბუდასთანო რა ან ალაჰი და ბუდა ღმერთი არ არის ქრისტე ალაჰი და ბუდა კიდე გავიგე მაგრამ
ალახი და ბუდა ღმერთი არ არის. ბავშვი ამათთანაც გამიჭირდებაო მე ვლაპარაკიო. აბას ეთქობა აქ ხოლმე შეხვედრები. სხვათა შორის ზუსტად იცის სად გაუჭირდება და სად არა. არა, აქ ხოლმე ეთქობა შეხვედრები. გაბედნიერია. ჟირაფებთანაც აქ ხოლმე შეხვედრები. მუდალაკებთან, გნომებთან, ლეპრიკონებთან. კი ბატონო. და ღმერთი. ბეჭდების სამყაროში, ბეჭდების მზადებლების სამყაროში გადადის ხოლმე და ხო, მან რეალურად სხვა თემა არის, ანუ ეს თulis რომ ისეთ მნიშვნელოვან მეტაფიზიკურ მდგენელსაც კი არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ღმერთიც რომ ჩაერიოსო და მითხრასო რომ რუსეთი არ სადავთავდებაო. მასაც კი არ უნდა დაუჯეროთ. ის კი არ არის ამერიკის ტრამპმა თქვას რომ რაღაცა რუსეთმა ომი მოიგო. ოქრიაშვილი ვაბოს იმათ ღმერთის ვეღარ ღმერთი. აი ეხა გაუშვათ ნაღდი მენა კაცი მაგრამ აი რატომ გიყვართ ეს კაცი? კი ბატონო. რომელზე ვლაპარაკობ? გეგელია. ეს გურის ლიჩნი ტიპი არის და ჩემი ლიჩნიკია ვაფშე. მაგარი ლიჩნიკი. ისვრისან მაგრამ ტყუიას შეეჭება. ოპოზიცია ფართოცება არის ძლიერი საქართველოს ყოველთვის მზად არის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ დროს გასასვლელად და გასამარჯვებლად ეს რა თქმა უნდა შეეხება ახალ საპარლამენტო არჩევნებს. თვითმმართველობის არჩევნები არ არის საკითხი ესე იგი თუ სადმე არსებობს აი ილუსტრაცია ნაწარმოების და კონკრეტული პერსონაჟის ჯაყოს ხიზნებში რომ თეიმურაზი რომ ასეთი განსხეულება კი არა და მე მგონი მარცხის სიმბოლო ნოდარ გენიალურად ითამაშა ნოდარ გალობლიშვილმა სპექტაკლი იყო ტელესპექტაკლი ჯაყოს ხიზნები მაგრამ ეს არის ბევრად მაგარი ეს არის ნამდვილი ეს არის იმან ითამაშა არა ეს არის თამაშის garaში მარცხის სიმბოლო მაგაში არის საქმე ესეთი ადამიანი რომ ნახო შენ ავტორისთვის შეიძლება ისეთი ინსპირაცია იყოს რომ პირდაპირ დაგაწევ როგორც მუზა არის ხო ანუ თამაშის garaში პერფორმანს შემოქმეdes garaში არის მარცხის სიმბოლო რო უყურებ უი დამარცხებულ კაც ვხედავ რა ეგ ამბავია ხატია დაკანოიძე გავუშვი უი მაგრამ ჩვენ რო გვასანქცირებენ ასე ჩვენ რო ესე გაგვირთულდა ცხოვრება ხო ანუ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები აღმოჩნდა რომ ჩვენ კი არ ვართ იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას და ამ ქვეყანას ჩვენ რო გავხრეთ ამ ქვეყნის თავისუფლება დაემხობა თავიდან ბოლომდე აქ კრიტიკული რაღაც რაოდენობა არის ადამიანების და მე დაემხობა იმიტომ რომ ყველა რო წავიდეს აღარ დარჩება არავინ ანუ ჩვენ კი არ ვართ მიუხედავად ზეწოლისა ბრუტალურობისა სისასტიკისა ესე იგი ისინი აღმოჩნდნენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხო ან მანდარი რანაირად ეკითხო ისმის მან სადაც წავიდნენ და ვინ რომ წავიდნენ სადონ წასვლა პრობლემა რაში იქნება პრობლემა არის იმაში რომ წავიდნენ ესენი გადაგვარდება ქართული კულტურა თანამედროვე ქართული კულტურა სოციუმი აი ესენი შემიფასეთ რა ესენი ეს გრიტები გავუშვით შეიძლება ეს ვინო ეს გახარისტები არიან აიცა აბა გახაბიტები წავიდნენ საქმესო დიახ ხო მადლობა შონზო და ანუ ეს რაღაცა ანუ თუ თია ასე ფსიქოეროტიზმი არის ეს თიას ეს გამონათქვამი იქცა მემად და სავსებით დამსახურებლად შოუს ელემენტი კი ბატონო აქ თია გაცილებით უფრო მომგებიან პოზიცია მინიმუმ რო თქვა ამ მემით კი ბატონო ვიდრე მათი ასე თქვა უფროსი რატო აკეთებენ ამას მე მგონი იმიტომ რომ აქ რაღაცა სხვა ტკბობასა აქ ადგილი აშკარად კი ბატონო თათია ვინ არის თათია აფრიამაშვილი სამოქალაქო აქტივისტი თათია აფრიამაშვილი თქვენ გადაშალეთ ხო ბაჭო რო ახსენებს ის არის მე მგონი არ ვიცი კი ბატონო მე ვაჩვენ არ ვიცი ევროპული ღირებულების სასამართლო თუ არ გვექნება ნორმალური განათლების უფლება თუ არ გვექნება საერთოდ ჩვენი აზრის გამოხატვის თავისუფლება რა ჯადავად მინდა ესეთი გარეთ ყოფნა ხო ეს რანაირ თავისუფლება სვაბოდა რა მნიშვნელობა აქვს იქნები საკაცობრიო კედელში და ეს არის გნიდა ბავშვი ბავშვი არ არის რამდენი წლის არის იცით ამაზე რამდენი სტოპიად არ არის ბავშვი ბავშვი არ არის შეგჭადაურდა სტოპიად ეს რამდენი 23 თუ 24 თუ დროსლია აუ გეხოცები უხერხული არ გაუშვათ ეს ადამიანი მე მგონია რომ არ უნდა იყოს სწორი არა ეს ადამიანი არ გაუშვათ ძალიან მიტყვა გეთანხმები სრულად უხერხულობას სრულად გეთანხმები ვინა დაჩივალიშვილი ვინა გარანტიას მაგარი რო ვინა დაჩივალიშვილი გეგელი არის ოღონდ მსახიობი დაჩივალიშვილი ზოგადად მე ამ ბავშვს არ მინდა თქვა მაგრამ ყველა ვინც დედამ დაწყევლა ყველა
ნეგატიური ადამიანი, ბედის ადამიანი თამოყურებს ქუჩაში და დადიან და რაღაცებს ღრიალებენ. ავტობუსში ვნახე ვიდეო, ნახე ავტობუსში გავიდე. საშინელება რა და აღარ გავუშვი ხო დაჩი ვალიშვილს. ბაჩი? გავშიე. მეტაფორული ცეცხლი როგორიც არ უნდა იყოს, სიცოცხლით უნდა დაამარცხო ყველა ვარიანტში. შენ თუ ჩაკვდი შენ თავში. ანუ ქრისტიანულ მორალს ჩადაგებს? სახლში და არაფერს აზრი არ აქვს, ხო? ანუ ვერაფერს ვერ მიაღწევს, საერთოდ. იმის მიღმა რომ პროტესტს ვერ გამოხატავ და ქვეყანას ვერ დაეხმარებ ვერაფრით. შენ ცხოვრებაში ვეღარაფერს ვეღარ მიაღწევ. ანუ ეგ მაგის გააზრება ძალიან რთულია და თავდაცვის მექანიზმები გვაქვს ძალიან მაგარი, რომ მაგას ეგრევე უარყოფთ, რომ არა ყველაფერი კარგად იქნება, აი პროტესტი გაჩერდება და ესენი ამ კანონის უკან წაიღებენ და მე არაფერი არ შემეხება. რა კანონის უკან წაღება პირიქით ახალი კანონები მოდის. ბიჭო, ძველი ვიდეო ხო არ არის შემთხვევით ეს აი მარტის აქციების ვიდეო ხო არ არის, იმიტომ რომ ისე დროში აცდენა რაღა კანონის უკან წაღება, იმის მერე 10 კანონი. კუტაბიჭი მაინც პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად მაინც აქტუალურია, გავუშვით. პოლიტიკაში ვარ პარტიაში ხა ისე არსაპარტიაში არ ვარ, თუ რამეს ვიზავთ ჩვენი ადამიანები, რომლებიც ახლებურად უყურებთ პოლიტიკას და ისედაც ახლა პარტიებიც, კოალიციებიც ისე ფორმაში იყო, მაინც დიდად ვერ გაარტყევდი, არაფერ არ განსხვავებული არ იყო, მაინც პიროვნებები იყვნენ, ვინც აუბრუნდა და ხამის იქით პარტიის სახელი ამ წავს მეწერება თუ არა, იმედია ჩემდამი დამოკიდებულებაში ეს დიდად არაფერს არ შეცვლის. ანუ პოლიტიკაში ვარო, აბა წავედიო. რეგალიას არ აქვს მნიშვნელობა. ბიჭო, თქვენ ატყობთ რომ ძალიან სერიოზული ჟანრის კრიზისია. აი კაი, აბა ალეკონისაშვილი გავუშვი. ბიჭო, აი გეტყვით, აი ერთი და იგივე ყველაფერი არის, წყალი ერთი და იგივე, თან როგორი წყალი, იცი? მაშინ ეს როდის არ იყო? როდის არ იყო? ბიჭო, როდესაც ეს ადამიანებმა დაიწყეს, ამ ადამიანებმა, აი მაგალითად დოიმ რო დაიწყო თავისი სერიოზული იყო. მაშინ საინტერესო იყო. სადამდე მივიდა, აი ვამბობთ, აბა რა შეფეხები და გააკეთოს, ხო? არა, უყურე, გასტროლები რომ დაიწყო. ხო ვიცოდი შედეგი. ხო, მაგრამ როცა თქვა რომ აი მე ეხა განახებთ, თუ ეხლავე არ გამოუშვებ თუ რაღაც ულტიმატუმის ამბავი იყო. მე განახებ თეატრი რა არის. უკვე საინტერესო იყო, აბა მორი დებილობა რა იქნება. ჩვენ ხო ვიცოდით რა იქნებოდა შედეგი. ხო, არა, ჩვენ გასვამოთ, ჩვენ სხვათა შორის ეხა უკვე შეგვიძლია თქვა, ჩვენ ძალიან კაი გეგმა მოვიფიქრეთ, რომ ყველა მასობრივად თავი დაეჭერებინებინა. ხო იყო ეგეთ გეგმა, ჩვენ გქონდა რომ აბას გააკეთებს დოი მივა და მასკას გაიკეთებს და მასკის ტარების გამო დააჭერინებს თავს. ეგ არის რამდენად გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ ის აბსურდული დამოკიდებულება, აბსურდული მიმართება, იმის თქმა, რომ აი მე ახლა დავიწყებ რაღაც იმ ტიპის მოძრაობას, რომელიც დაასრულებს ხელისუფლებას, ნუ ეს გამოჩნდა ხო, რომ ყველაზე მცდარი წარმოდგენა იყო მათ შორის ისეთი ადამიანისგან, რომელიც თვლიდა, რომ მე არაფერში არ ვარ გასრული პოლიტიკურ სარბიელში, მე ვარ რაცა შეურყვნელი პერსონაჟი, შემოქმედი პერსონაჟი და ეხ მე გამოვიყვან თეატრს, მე გამოვიყვან თეატრის მაყურებელს, მე ვარ რეგიონებში, მე დავჩები დედაქალაქში და ეს აწევს იმხელა რევოლუციურ მუხტს, რომ ჩვენ თეატრის ზალა დაამხობს ხელისუფლებას. ნუ ჩვენ ვნახეთ საბოლოოდ რაც იყო, რომ დოე აღარ არის დღეს ვასო აბაშიძის თეატრის ხელმძღვანელი და ამაზე ტირის სხვადასხვა ეთერებში. ეს დადგა ნურა ჯაფარიძე არის კარგი. რა ქუდით არის? თუ კითხვა არის კუდოთ გამარჯვებამდე ერთ-ერთი ცალკეული პოლიტიკოსი და ერთ-ერთი ცალკეული პარტია მაგზას ვერ დასახავს ისე რომ ეს იყოს ადამიანების დამაჯერებელი. ანუ კონსოლიდაციას. ამიტომ კონსოლიდაცია არის საჭირო, იმიტომ სხვა შემთხვევაში ფრუსტრაცია თუ არის. კონსოლიდაციაზე საუბრის დაწყება და მე ამ გეგმის განხორციელება. მე 3 წელია ვლაპარაკობ და არ შემიწყვეტია ეთერებში რომ არ დავდივარ, იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა მე არ მგონია რომ ადამიანებს აინტერესებს ჩემგან ანალიტიკის მოსმენა. ან რომელიღაც პოლიტიკოსებისგან აინტერესებს მოისმინოს სად არის გამოსავალი და იმის გამო რომ ცალკე მე ვერ ვსახავ რაღაცა გამოსავალს, ამიტომ ეთერებში არ დავდივარ და ველაპარაკები პარტიებს, NGO-ებს, აქტივისტებს, მაგითი ვარ იდეაში ყოველდღე დაკავებული თუ სასამართლოზე არა ვარ, ან ჩემი სასამართლო თუ არ არის. აი ჟანრის კრიზისი, აი გააჩერეთ, აი ხო ხედავ, უკვე თვითონაც ძალიან ჩიხში არიან რა. ან მოდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მეგობრებო. თვით მართლობის არჩევნები, რომელიც რეალურად არის 6 თვეში თუ 5 თვეში.
რამდენი დარჩა? მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი. 5 თვე. 5 თვეში არის ეს არჩევნები. მიიღონ მონაწილეობა, არ მიიღონ. არა, მან საქმე მიიღებენ. მარტში, მარტივია რა. მონაწილეობის მიღება აპრიორი ნიშნავს, რომ თურმე ის ტელეპროტესტი ფუჭი იყო და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ ხო რამდენჯერ. ეგ ბევრჯერ გაუკეთებიათ. მაგრამ ნუ ეს ხო ბოლო იყო. აი всё დიქტატურა დამყარდა და всё ეს მართლა რეჟიმია რა მაგრამ ამდე კიდე არ იყო ყვიროდით მაგრამ ეს იქნება სრულად ლეგიტიმაციის მინიჭება და ესე იგი აღიარება იმის რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა აღიარება იმის რომ ხელისუფლება შეცდება ну ამათი აღიარება ვაფშე არ არის მნიშვნელოვანი მაგრამ მათი მხრიდან თქო რა და კიდე ერთხელ წააგებენ. ოღონდ პირწმინდად წააგებენ რა. ძალიან უცნაურია. პარტიების რაღაცა. იცი რა მე რა მგონია რომ შიდა კულუარებში ანუ როგორი საუბარი და როგორი თქვათ კონტექსტის დიალოგები აქვს იცი რომ ზედმეტად გაბანკროტებულია ალბათ ისტორიულ მინიმუმზეა სრული მთლიანი ოპოზიციის საერთო ჯამი. იმიტომ რომ მათ ესე იგი დისკრედიტაცია მოახდინეს საკუთარი თავის მოახდინეს საკუთარი თავში კი ბატონო. გადააგდეს მილიონედ უკვე ამომრჩეველი მოახდინეს პოლიტიკური სუიციდი რასაც ქვია თავი მოიკლეს პოლიტიკურად. ყველაფერი გააკეთეს. ასევე წარსული არ უწყობთ ხელს ახლა ნაცებს რა თქმა უნდა მოგეხსენებათ რომ სისტემურ წამებაში მხილებული ძალა და ამ ყველაფერი ამ თელი ამ კოქტეილის და თელი ამ საუკეთესო თქვა თვისებების ერთობა იწევს იმას რასაც იწევს რომ არიან გაბანკროტებულები ბოლომდე და ფიქრობენ რომ ჩვენ რომ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა თორე ამათ რო კონდეთ რაიმე ნიშანწყალი იმის რომ ჩვენ გავიმარჯვებთ უეჭველი მიიღებენ მონაწილეობას აქ რეალურად თავი რაღაც არის მნიშვნელოვანი ყველა ხელისუფლებაში არ მყოფი ძალა შესაბამისად ოპოზიციური ძალა მეცადინობს იმას რომ თავის მოქალაქეებს დაარწმუნოს იმ სიმართლეში, რომ ჩვენ, როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, ეს იქნება უკეთესი მმართველობა, უკეთესი ეკონომიკური ცხოვრება, უკეთესი სოციალური ცხოვრება, უკეთესი პოლიტიკური ცხოვრება და ასე შემდეგ. კაცი, რომელიც არის ოპოზიციის წარმომადგენელი და ამბობს იმას, რომ ჩვენ ვერ დაგარწმუნებთ იმაში და ვერ დაგაჯერებთ იმას, რომ შეიძლება რაღაც ტიპის კონსოლიდაცია მოვახდინოთ რაღაც ტიპის უკეთესი ერთობა შევკრათ, რომელიც იქნება შემდგომ მმართველობაში. როდესაც ეს დაშვება მის რომ ჩვენ კი ბატონო ვართ უმცირესობაში და ოპოზიციის მხარეს და გეუბნებით რომ ჩვენ გადმოგვისით ხელისუფლება, მაგრამ ამასთან ვერანაირ დამაჯერებელ ბერკეტს ვერ გაწვდით რიგით ამომრჩეველს რომ აი ამის გამო უნდა მოგცეთ ჩვენ ხმა? როგორ შეიძლება ან რა ტიპის დაშვება შეიძლება არსებობდეს, რომ გადაწყვიტ რომ აი ამ კაცს მოусმინო, თქვა რომ აი ეს მართლა ჩემი ხმაა. ეს იქნება ჩემი წარმომადგენელი პარლამენტში. ნიკამელი არ გვინდა. მე მგონი რაც ნახეთ იდა. მაშინ ალეკოს. ალეკო სად არის ალეკო? გავშტ ალეკო რა. პირველ რიგში ვფიქრობ, წვეები როგორ უნდა გამოვიდნენ და მეორე რიგში ვნიშნავ. რომ დავანიშნებთ არჩევნებს იმ არჩევნებისთვის ვზად ვიყოთ და მოვიგოთ. დავანიშნოთ და წავაგოთ არჩევნები კი არ გვინდა. აი დავანიშნოთ არჩევნები ჩატარდეს. კარგი, გააჩერე. ანუ ზუსტად ეგ არის. არ აინტერესებს, ხო? ბიჭო, ზუსტად ეგ არის. ხო და ზუსტად ეგ არის, რაც ველაპარაკე. ესე იგი, რუსი ბანი სწორსეუნება ტელეფონებით გავაკეთოთ. შეხედე ნებელობა ერთი არის და მეორე არის რეალობა შენ რაც უნდა მოგინდეს ალბათ რინგზე ტაისონს ვერ galახავ რა ან ტაისონ შეიძლება ცუდი მაგალითია რა მეივეზერს ვერ galახავ ტაისონსაც ვერ galახავ ხო ალბათ რა რაც უნდა გინდოდეს ეს სპორტი ეგეთ პოლიტიკაც ეგეთია რა რომ შეიძლება ნებელობა დიდი იყოს ან დიდი სურვილი არსებობდეს ამის მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ვიცით რა ოპოზიციაც არის ხა ალეკოელისაშვილმა სხვა შორის ჩვენ ვლაპარაკობთ ამ რადიკალ ოპოზიციაზე რომელმაც მართლა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია თავისი სიმბოლური და სოციალური კაპიტალით მაგრამ ალეკოელიsaშვილი იქაც გამორჩეულია ისე თავი და ესამარებინოს ადამიანს ისე დაიფარჩაკებინოს თავი აი მართლა გახდა ტიპი რაღაცა ისეთი არაჯობელი ისეთი ერთი-ორი სიტყვას თქვათ რომის პაპის დაგზალვაზე ჩვენ კიდევ ერთხელ სერიოზული ზელენსკის სირცხვილი, როდესაც მაკრონი გაუგდეს, ზელენსკის და მაკრონის სირცხვილი უფრო იყო, როცა მაკრონი გაუგდეს და ორის კამერო და გაჩნდა სამის მაგრად, ასევე სამარცხვინო იყო ჟივილხივილი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ვის მიესალმა, ჩვენი ქვეყნის ვის არ მიესალმა, როგორ იყო ჩასული რა დელეგაციით, ეს იყო იმდენად საოცრად სამარცხვინო, პროვინციული, რაღაც კაჯური
რომ ეს აქვს სათქმელი მეტი არაფერი. თითქოს არ დაძლებდნენ სპეციალურად და არ ეძებდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე ჩასულ ვიღაც ქალს. ანუ ვიღაც ქალი ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში პაპის დაკრძალვაზეც ეძებდნენ მათ სალომეს, ვერ იპოვეს. არა, საერთო კადრებში ვერ იპოვეს. და მე სადღაც კაფეში გადავუდგა. მე საერთოდ არ მინახავს. არა, მე მგონი არ ჩასულა. არნაირი კადრი ამ მოცემულობაში, მაგრამ თავარ თემა ხო ეგ იყო, რომ აი ჩვენს მათ ისინი როგორც ისე არალეგიტიმური პრეზიდენტი როგორ შეიძლება პირველ რიგში იდგეს მაკრონთან, ტრამპთან, ზელენსკისთან ერთად. და იმიტომ რომ ჯერ-ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ანუ ძალიან მარტივი პასუხი ხმათ, იმიტომ რომ ლეგიტიმური პრეზიდენტია. იქ სხვათა შორის წესი არის რომ ანბანის მიხედვით განალაგონ ჯორჯია წინ არის. დავიწყოთ მაშინ უკრაინა არ უწევდა. უკრაინი შეიყვანეს სპეციალურად ჯორჯიან ფრენს და ასე შემდეგ. მაგრამ თან ყველაზე მაგარი არის ამათ ვატიკანი დემოკრატია ხო არ გონია. რომის პაპი არის მონარქი. კათოლიკური ეკლესიის მონარქი. და მონარქია იქ. რასაც იტყვიან ვიღაც მონარქები და ასე შემდეგ ისე კეთდება. იქ არ არის დემოკრატია რა. ბატონო. და მომინდომეს აქ რა, კარგი რა ვიშოვე. კარგად ზანდებოთ მეგობრებო, ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ხვალამდე ყურადღებისთვის ნახვამდის ხვალამდე.